მომხმარებელმა დაგვიწერა ძალიან ცუდი შეფასება Google-ში. ხო და მეც დავიწყე ამბავის კვლევა. თან ეს შეფასება იცით როგორ იყო? თავიდანვე ეტყობოდა რომ გულწრფელი უნდა ყოფილიყო რა. დაიწყო ჩვენი რომ ძველი გამომწერია, ადრინდელი დროიდან გვადევნებს თვალყურს, ადრე ძალიან კარგად ვაკეთებდით ყველაფერს და საბოლოო ჯამში ალბათ მაინც ყველაფერი იქეთ მინდის რომ მე დაასკვით რომ თავში აგივარდოთო უნდა თქვა. ნუ ეს არ წერია, მაგრამ დაახლოებით ტექსტი ასეთია. მოკლედ მოტოციკლეტი მყავდა მოყვანილიო, ჯერ ნახა ჩემი მოტოციკლი მარიამაო, დამპირდა შეხმიანობასო, ვერ შემეხმიანაო, მე გიორგიმ ნახა ჩემი მოტოციკლიო. მარიამი მაგას ვერ გეტყოდაო, მე შეგეხმიანებიო, გიორგიც არ შემეხმიანეაო, გავიდაო თვენახევარიო და მოკლედ დავიღალეო და ერთიანი თქვენო. ხო და მართალი ხარ, ჩემო მეგობარო. ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს შევეჭდით. ნუ მოკლედ, მართალი ხარ და თუ მეტი არაფერი არ გაინტერესებს და როგორც მომხმარებლის კუთხიდან ალბათ მეც ესე ვიქნებოდი, რომ მეტი არ მაინტერესებს, სერვისი მინდოდა ვერ მივიღე და ხა ისინი მაგრამ სერვისი რატო ვერ გააკეთეს, იმათაც უფეხებს მეკიდა, მართალი ხარ, შეგიძლია აასკროლო, გეთანხმები და ვეცდები რომ გამომასწორო, ეს არის ჩემი პასუხი. ხო, თუ სლად გაინტერესებს პასუხი შენს და თქვენს ჩვენო ძვირფასო გამომწერება, მოდი ცოტა ბევრს ვისაუბრებ, რომ ზოგადად ვიცოდეთ რა ხდება ჩვენ კომპანიაში. Detailing Georgia, რომლის სერვისიც არის Detailing გარაჟი, განვითარების ძალიან турბულენტურ სიჩქარეზე გადასული. ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ვაშენებთ დიდ სერვისებს, სადაც უკვე უნდა დავიწყოთ მომხმარებლის უფრო მეტი ფართო მასშტაბზე გასვლა და უფრო მეტი მომხმარებლის ერთდროულად მიღება. თქვენს რომელ სერვისში ხა უფრო ხშირად ხდებით, ალბათ თბილისშია ეს ყველაფერი, გიწევთ ურთიერთობა ჩვენს მენეჯერებთან და რომ იძახით რა ადამიანები ამათმა კარგად დაიწყეს და შემდეგ უკვე ვეღარ გააგრძელეს, ჩვენ ვიყავით 4-ნი, როდესაც ჩვენი გარაჟი გავახეთ. გიორგი ხიხაძე, მარიამი ბერძენიშვილი, პაპიაშვილი გიორგი, დათო კენჭაძე. ეს ადამიანები ყველანი დღემდე არიან ჩემი კომპანიაში მოწინავე პოზიციაზე, არსად არავინ არ წასულა, უბრალოდ ზოგი წავიდა იბოდიელა და უკან დაბრუნდა, მაგრამ ყველანი უკან დავაბრუნეს საბოლოო ჯამში და ეხლა ყველანი ერთად ვცდილობთ, რომ ძალიან მაგარი და ძალიან მაღალი დონის სერვისი შემოგთავაზოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ახლა ეს ყველაფერი უნივერსიტეტებში არ გვისწავლია. უბრალოდ უნივერსიტეტებში კი ვისწავლეთ, მაგრამ სხვა რაღაცა ვისწავლეთ. რაღაცებს ჩვენი გამოცდილებით ვსწავლოთ, ჩვენ შეცდომებზე ვსწავლოთ, რაღაცებს სხვა გვასწავლის და სხვის შეცდომებზე ვსწავლოთ. ხო და ორი ვარიანტი გვაქვს რა. ერთი რომ ჩარჩენილიყავით ჩვენ 5-ნი იმ გარაჟში, სადაც ვიყავით და მართლა ძალიან მაგრად ვაკეთებთ საქმეს და დღესაც კარგად ვაკეთებთ სერვისს, შეიძლება კომუნიკაცია გვიჭირს მომხმარებელთან, ვერ ვართ ისე თბილები, გულღიები და ასე შემდეგ, მაგრამ ხარისხი ნახდათ არ დაგვიგდია. უნდა ჩვენ რა იყო ვარიანტი, რომ ან ჩარჩენილიყავით იმ გარაჟში და ყოფილიყავით ისევე 5-ნი, ან კიდე უნდა გავსულიყავით მასშტაბებს. დადებითი მხარე ის არის, რომ რაც უფრო დიდი კომპანია იქნება, ყველა ბედნიერი იქნება, მათ შორის მომხმარებელიც. უარყოფით მხარე კიდე ის არის, რომ ბევრი ავიღეთ ჩვენ თავზე და უკვე დროის არასწორად გადანაწილება გვიწევს და ყურადღება აკდება იმ საქმეებს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. მაგრამ ღმერთის წყალობით ხარისხს არ აკდება ყურადღება, აკდება კომუნიკაციას. ხო და ჩემო